იფიქსება და ბოღმა და ეს ყველაფერი კლავს რა ჩვენ ქვეყანაში ხდება რა და იმ დღეს ვიფიქრე რომ აი ხომ მომეთქი დრო რომ აი ესენ ხო ესე აწამებენ პატიმრებს ხო და აი ესენიც მეთქი ესე მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებიან მეთქი რა და წარმოვიდგინე ეს და იმ წუთში დამიდგა თვალწინ მათი შვილების სახე ანუ ის რაც არ უნდა უღირსად იქცეოდეს შენ თუ იმას იგივეს გაუკეთებ შენ იმას კი არ აზიანებ მის შვილს აზიანებ და შენ მომავალს აზიანებ ის ანუ ჩვენიერი შვილები არიან ერზე არ ფიქრობენ და თავის ქვეყანაზე არა შენი ოჯახია საქართველოს და შენიანი რო შვება ამას შენ თანამონაწილე ხარ ან აგუდექი ზუსტად ისევე მოგვეკითხება შენ მოგეკითხება შენ რას აკეთებდი მაშინ როდესაც შენ თანამემამულეს უჭერდა როდესაც შენი ოჯახის წევრს უჭერდა რო დაინახო რომ შენ ძმას ცემენ ხო მიეშველები და რო დაინახო რომ სხვა ცემენ არ უნდა მიეშველო არ უნდა გააშველო თუ არ გააშველებ უღირსი ადამიანი ხარ ახლა თბილის საქმის დარი უყევია ძიოლა ისო შენ როტარიკოს გიჟაკუდეო ყველაფერი მაგრად იქნება 9 აპრილამდე დამიჯერეთ ძალიან მაგრად ყოველ შაბათს ვიკრიბებით 2 საათი აქ რო გიორგი დაამხნევა თვითმარხვიების დრო დამთავრდება ძალიან მალე მიყვარხოთ როგორ? არა მიშოს, როგორ ახლა შენ არის ახლა აი პოსტი ისე მენატრება ახლა ირაკლი ხო და ის სიტუაციები ახლა ჩვენაც ერთად გაგვივლია და რო წარმომიდგენია ხოლმე რომ დავუშვით ახლა ცოცხალი რო იყოს რომ აი რას გააკეთებ და როგორ ცხოვრებდა ისტორია დაჭება ჩვენი შეხება ისტორია დაჭება ჩვენი ხმა და ეს სიმდიდრე ხები ერთ კონკრეტულ ადამიანს შეიძლება იყოს თავმოყრილი, მაგრამ ეგ წინსვლა არის ზოგადად მე ერის წინსვლა, ან ის პატარა საფუძველი, რაც იგივე ირაკლიმ ჩაუყარა, თუნდაც სიტყვის თავისუფლებას და სხვადასხვა ფორმებს ამისთვის. ეს არის აბსოლუტურად გაძამდები. ისტორია დაჭება და ძვირფასია რა ხდება გარეთ? საინტერესო, ახალი და საინტერესო. რო გითხრა, კაი რაღაცების ხდება მეთქი? ვერ დაგიჯერე. იწყება რეფორმა და რეფორმა არასდროს ბოლომდე არ მისულა. და მუდმივად გვაქვს პრობლემები და საბოლოო ჯამში რო უკვირდებით, პრობლემა მოდის ერთი რაღაციდან. არ გვაქვს ჩვენი ქართველი ოფიცრების სკოლა, სამჯერლო. ყველა ოფიცერი ან არის საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა აკადემიებში განათლება მიღებული, ან უცხოეთის აკადემიებში განათლება მიღებული, მოკლედ გვაქვს პრობლემები ამ მხრივ. ბეჟაშვილის მერე უსვათ ოქროშვილის მოსვლა და შენი გაშვება რასთან იყო დაკავშირებული? შენ რას ფიქრობ, რა იყო? არ მარტო ეს იყო ორი მიზეზი, ერთი უბრალოდ აკადემია, როგორც ესეთი არ სურდათ, მე არ ვიცი ეს. ანუ გააუქმეს აკადემია? რა თქმა უნდა. ანუ კონფლიქტი დაიწყო ზუსტად აკადემიის გაუქმება. ანუ აკადემია ესეთი ფორმით უნდა გაუქმებულიყო და უნდა შექმნილიყო ერთწლიანი კურსი, რომელიც სწრაფად გამოუშვებდა ოფიცერთა რაოდენობას. სიტყვაზე რომ აი დღეს არის დაუშვათ 6 თებერვალი. და მე 15 თებერვალს ეს უნდა გამიკეთო. ის შეიძლება თუ არ შეიძლება, იმას ის არ უყურებს. იმ პოლიტიკურად უნდა შედეგი გესმის რაშია საქმე რა. ამიტომ ამ დაჩქარებებმა რეალურად წააგო რა მთელი რიგი მომენტები და ეხლა მაგას რაც შეეხება მე მაქვს ნუ ეხლა ინფორმაცია როგორი. დგება ესეთი პირობა რუსების მხრიდან რომ დავაბრუნებთ ცხინვალს ნატოზე თქვი უარი. აქედან მიდის კი რაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ცხინვალს თუ დავაბრუნე ის გრძელდება ხო? ის ტენდენცია, გამთლიანების ნაბიჯ ტენდენცია გრძელდება. ნუ ამაზე იქ რაღაც შეთანხმება ხდება და იწყება ეს ვარდების სუნის დატრიალების მომენტი, რომ ექიმები ჩადიან, სასწავლებლები ჩადიან რაღაც. ანუ მწიფდება სიტუაცია. ამავდროულად ყმაწვილს სააკაშვილს ურთიერთობები აქვს ამერიკასთან. ის ძირითადად უფრო ფულის მომენტია. პოზიციათა კონფლიქტი ხდება ორ მომლაპარაკებელთან რა. რუსეთს და ამერიკას ატყუებ ერთად საქართველოსთან ვინ? კი. ომი წავლა კი, რას ქვია, მინდა, არ მინდა. შენ ახლა კითხე წეროვანელებს და საქმეები. ეს მუდმივი ნაღმია. შენ წარმოიდგინე ერთ ჩვენიერ დღეს ეს ხალხი უპოვარი, აბსოლუტურად არაფრის მქონე 20 მეტრით ზევით რო გადმოვიდეს და ტრასაზე დადგეს. აი ტრასაზე დადგა რა ვაჭამო ბავშვი? რა ვაჭამო ელემენტარულად? ნაღმი გიდევს პირდაპირ.
დაიწყო სისხლის სამართლის დევნა არაერთი ჯარისკაცის მიმართ. დეზერტირობის ბრალდებით 60-ზე მეტი ჯარისკაცია დაკავებული. ზეწოლა მათი ოჯახების მიმართ. მეორე ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის ჯარისკაცი თამაზ ნიკიტინი საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე წინა ხაზზე აღმოჩნდა. იგი ბრძოლის ველიდან უკან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა. ოჯახმა მისი ცხედრის მოძებნა და დაკრძალვა თავად მოახერხა და კომპენსაციის სახით გარკვეული თანხაც მიიღო. პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა შვილმკვდარ დედას უთხრეს, რომ მეორე შვილის ასევე სამხედრო პირის დავით ნიკიტინის მიმართ შესაძლოა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კოდორის მოვლენების გამო. ოჯახს გაუჩნდა კითხვები აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით და სწორედ დედის პროტესტის ღიად გამოხატვის გამო ქუთაისის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება ჯარისკაცის დედის მიმართ. მართალებს აბსოლუტურად 40-ის გადასცა მეორე დილით ირეკავენ პროკურატურიდან. აღმოჩნდა, რომ მე ყოფილა თაღლითი, მე ყოფილა ყველაფრის დამთავრებელი. რატო? თქვენ რა შუაში იყავით? არ ვიცი, რისთვის. ჩემი შვილის სიცოცხლე რომ შეაფასეს კონტრაქტი, ხომონზე ამ ფულის აღებას ცდილობენ ალბათ დაბრუნებას უკან როგორიღაც წესით რა ვიცი და უფრო სწორად ჩემო გიორგი რა ხდება იცი აი ჩემი გაჩუმება არის აქ წელი ფაქტორი იცოდეს 13 წელი რა არისო სარ გასმარეთო რა უნდა გამიკეთონ შვილი მომიკლენ ამაზე მეტი რა უნდა გამიკეთონ ალბათონელი მე დაგემშვიდობები დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი კარგად იქნება და თუ რამე არ იქნება კარგად და თქვენთან ვინმეს რამე პრეტენზია ექნება აუცილებლად გვაცნობეთ და აუცილებლად ვაცნობებთ მთელ საქართველოს ამას ჩვენ. Paniaze, სპორტობია რომ საერთოდ საზოგადოება თავის წარმომადგენლებს არ ნებისმიერ მხარეს მიეჩიოს იმას რომ აღიარეს თავის შეცდომები. ეს გადაცემა ზუსტად მაგიტო შეიქმნა რომ საზოგადოებამ აღიაროს თავისი შეცდომები, ეს იქნება პოლიტიკური წარმომადგენლები ამ ქვეყნის თუ საზოგადოებრივი სახეები. Თქვენი ყავით ყოველთვის ისეთი სნობი ამ პატარანი ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად თავისთვის გარეთ არ ინტერესებდა როდესაც გასით ესეთი ყველას მოყარული და თქვენ მე მიცნობთ საერთოდ? იმათ რაც თქვენ დიახ. აი ელემენტური სტატია რომ დაიბეჭდა და დაცინით ეს სტატიის ავტორი. რა თქმა უნდა იმას დავცინით. ძალიან ბევრი სიმართლეა. ის არის შეკვეთილი სტატია ქალბატონო. და თუ კიდე დაგიმტკიცებთ რატომაც. ჯანსაღ კრიტიკას მე აუცილებლად მივიღებ რა და იმას ელემენტარულად რომ დაუშვათ ჩემ მე თავი დამანებეთ ნოდარ მგალობლიშვილზე ადამიანი რომ ესეთ რაღაცას იტყვის და ზაზა აბაშიძეზე რომ ესეთ რაღაცებს იტყვის და საერთოდ ის საკადრის პასუხს გავცემ ყოველთვის ეხლა არჩევნები რო იყოს რასიზმ მეთქი და ხმას მისცემ შვილო მითხრა გავჩიტი კინაღამ და თვითონ ბანკის თანამშრომელს ხედავთ მე უნდა რას ამბობს ხალხის ხუთლარზეო მე მეუთხარ დეიდა ეგ 5 ლარი მაინც არაფერში გეყოფა და რატო უნდა მისცე ხმა და რა ვქნა $100 შემპირდაო ნე აი ესეთი ხალხი მე ხმას აძლევს მაშინ როდესაც მაგ გიჟის გვერდით იყავით ხო არიცოდით რომ გიჟი იყო ხო იცოდით კია კი მაგრამ ესეთი თუ იყო ვერ წარმოვიდგენდი კიდე გითხრა რომ პარლამენტში შეცვლილია დღე და ღამე თელი პარლამენტი ხო ესე იგი ხო დაგვიანებით შემოდის სამსახურში ხო ორი კაცი თუ გაჩერდება ხო ლაპარაკობს შენზე ესე იგი ისეთი გამხეცებული ისმენენ ხო შეიძლება მიიღონ ახალი კანონი და პარლამენტის ხდომები დაინიშნოს ღამე ამას გეულები ნამდვილად